ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ისეთზე, როგორადაც არის ის შეფასებული პირველ რიგში ხელისუფლების ოპონენტების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო აქტორების მხრიდან. თქვენი შეფასება, აი დღევანდელი სურათის გათვალისწინებით, უშუალოდ თქვენ კოალიციის ნაწილზე რომ დავიწყოთ, იცი საზოგადოებამ რომ მიმდინარეა მამუკა ხაზარაძის პროცესი, გადადებულია ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი და ვნახოთ რა გადაწყვეტილება გამოცხადდება 23-ში, დღეს მელიას ახალი ბრალი წარუდგინეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რა არის თქვენი შეფასება? ცოტა სპეციფიკური ამბავია, მათ შორის რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ანუ ეს ამბავი გულისხმობს მოსამართლისთვის წყლის შესხმას. როგორ აფასებთ თქვენ არსებულ სურათს? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ სასამართლო ხელისუფლება ის ხელისუფლება, რომელიც იმის დაცვად, რომ იცავდეს ადამიანებს, მიმართულია სწორედ ადამიანების წინააღმდეგ და ხელს უწყობს რეჟიმს, სწორედ რეჟიმის საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე პირების დაჭერაში. განსაკუთრებულად ეს ეხება იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტში, წინააღმდეგობაში არიან რეჟიმთან, არიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები. ამდენად, როდესაც სასამართლო ხელისუფლება და მათთან ერთად პროკურატურა იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმე ძალადობრივ ღონისძიებას ხორციელებს ან სისხლის სამართლებრივ საქმეს თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს აღზრავს განიხილავს, ეს არ უნდა მივიჩნიოთ ერთ-ერთში, რომ ისინი თითქოს იბრძვიან სამართლის ნორმების დაცვისათვის. პირიქით ხდება ამ დროს ამ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს სამართლის უზენაესობა და სამართალდამცავი ორგანოები ქართული ოცნების რუსულ რეჟიმთან ერთად მომართულნი არიან იმისაკენ, რომ ქცევის წესი, სამართლებრივი ნორმა გამოიყენონ თავიანთი ძალადობრივი რეჟიმის კიდევ უფრო მეტად განსამტკიცებლად. ამდენად, სწორედ ამას ემსახურება თქვენ მოგეხსენებათ როგორც პოლიტიკური ლიდერების დაკავება, ასევე ის რომ ჩვენ უამრავი სინდისის პატიმარი ვყავს ახლა გისოსებს მიღმა და ეს ყველაფერი არის სასამართლო ხელისუფლების და მოსამართლეების ხელით გაკეთებული. რო არა სასამართლო ხელისუფლების აი ასეთი მორჩილება ქართული ოცნების პოლიტიკური რეჟიმისადმი, მაშინ ქართული ოცნების პოლიტიკური რეჟიმი ამდენს ვერ გაბედავდა, ეს რუსული რეჟიმი ვერ გაბედავდა ამას, რა თქმა უნდა, ამას აკეთებს სწორედ სასამართლოს ხელდასმით და სასამართლოს სახელით. ეხლა გავტომაია სხვა შეიძლება ნონა წოწორი საუბრობდა ჩვენს ეთერში თქვენამდე ის ამბობდა, რომ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, აი სასამართლოს ნაწილი ახსენეთ და მორჩილი სასამართლო ერთი გადაწყვეტილება, ასევე რომელიც მიიღო სასამართლომ არის ის, რომ 4000 ლარით არის დაჯარიმებული ტელეწამყვანი ვახო ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია Facebook პოსტის გამო. ანუ რაღაც ჯამია, ხო, რაღაც სამიზნეები ხელისუფლების, რომელიც არის არჩეული, მაგრამ აი ამ ყველაფერს როგორ აღწევს მიზანს, გავტომაი, აი თქვენ ყოფილი მოსამართლე ხართ და მინდა რომ აი ამ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება. აი მთავარი საკითხი, რაზეც დგას, ან რაღაც წრე არის, ხო, საბოლოოდ ყველა მიდის სასამართლოში და იქ ხდება საკითხის, ასე ვთქვათ, დამთავრება. როგორც ჩანს კომფორტულად გარკვეული, ასე ვთქვათ, მოსამართლეების გავლით. ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ ჩვენი რესპონდენტები. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ აი საბოლოო ჩამკეტი, რასაც ეყრდნობა ასე და სიმშვიდეს გვრის ქართული ოცნების ხელისუფლება, სწორედ სასამართლოა დღეს პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვავს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სავალალო მდგომარეობაში და არის მთლიანად პოლიტიზირებული. სასამართლო ხელისუფლება იქ, სადაც ქართული ოცნების პოლიტიკური მდგენელია და მათ ინტერესი აქვს და თავიანთი პოლიტიკური ინტერესი აქვს და ეს პოლიტიკური ინტერესი ბუნებრივია ემსახურება იმას, რომ ქართული ოცნების რუსული რეჟიმი იყოს განუსაზღვრელად და მუდმივად ხელისუფლებაში და ამაში ხელს უწყობს მას სასამართლო და მოსამართლე
მოსამართლეები, სწორედ ამას ჩვენ ხშირად ვამბობთ და ყოველთვის ვამბობთ. ამიტომ ვამბობდით ჩვენ, რომ აუცილებელია მოსამართლეთა ვეტინგი და სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს ნამდვილად დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს შესაფერისი ხელისუფლების სახე. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ მართლაც მოსამართლეების ხელით ხდება თუ არა, მე მინდა რომ ამას ხაზგასმა გავუკეთო და საზოგადოებასაც ავუხსნა, რომ არ არსებობს დემოკრატია და არ არსებობს სამართლის უზენაესობა ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დარჩება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად, რაც არ უნდა ეხლა ჩვენ ვთქვათ, რომ აი ესა თუ ის ნორმა დემოკრატიას ემსახურება თუ ასე შემდეგ და თუნდაც ემსახურება თქვათ სამართალდამცავი ორგანოს თუ რა სხვა პირების თანამდებობის პირების დაცვას, ამას ყველაფერს ეკარგება აზრი, თუ კი მოსამართლე სათანადოდ არ განმარტავს ამ სამართლებრივ ნორმებს, არ დაადგენს სწორად სამართლებრივად ფაქტებს და არ შეაფასებს ამ ფაქტებს და თუ კი მოსამართლე მთლიანად იქნება პოლიტიკური აი ამ რეჟიმის ქართული ოცნების რუსული რეჟიმის აზრის და იდეის და მთლიანად პოლიტიკის გამყარებელი სასამართლო ხელისუფლებაში, მაშინ ბუნებრივია შეუძლებელია ვისაუბროთ, რომ ამა თუ იმ დემოკრატიაზე, დემოკრატიის ამა თუ იმ ხარისხზე არ არის დემოკრატია. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს და უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში, რომ ჩვენ დემოკრატია არ გვაქვს. დემოკრატია რო იყოს ქვეყანაში, მაშინ სასამართლო ხელისუფლების სამართლიანი მოქმედება, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აზრი დემოკრატიის. ამას ხო ვერ ვხედავთ ჩვენ. პირიქით სასამართლო ხელისუფლება არის მთლიანად პოლიტიზირებული. შესაბამისი დემოკრატიული სურათის შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი რო კითხვის ნიშნებს არ იწოვდეს, მაშინ ჩვენ იმ საქმეებზე პროცესებიც უნდა გვენახა ახლა ამ ყველაფრის პარალელურად, თუ აქვთ მტკიცებულებები, აი გულისხმობ აქტივისტების საქმეებს და პროევროპული აქციების დროს დაკავებული საქმეებს, მათთან ერთად ის პროცესი თუ ისინი აქცევდნენ ქვეყანას, ჩვენ იმათთან დაკავშირებული პროცესებიც უნდა გვენახა, ვინც სასტიკი ანგარიშწორება გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ამდენი დღის განმავლობაში თბილისის ცენტრში, ხო? ამას ვერ ვხედავთ, არავინ არაფერს ამბობს, არ იმჩნევენ ამ საკითხს, სამაგიეროდ ყოველდღიურად ჩვენ ვუყურებთ ისეთ მართლმსაჯულებას, როგორცაც ვუყურებთ, ხო? ახალ დაკავებულ ადამიანს მრავალწლიანი პატიმრობა რო ემუქრება, ისეთ საქმეებს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის საკითხი, რომელიც იწვევს შესაბამის შეფასებას არაერთი აქტორისთვის, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისთვის ჩვენი ქვეყნის, ხო? დიახ, იცით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულებაზე იმ საზოგადოებისათვის, რომლებიც მიჩვეულია რა არის დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, კონსტიტუცია, კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება, ყოველთვის პირველ რიგში მოდის მართლმსაჯულება, რომელიც ახორციელებს სამართლიან მართლმსაჯულებას, მაგრამ ჩვენ ამას, რასაც ვუყურებთ, მართლმსაჯულებას ვერ დავარქმევთ. ეს არის ანგარიშწორება ქართული ოცნების რუსული რეჟიმის ანგარიშწორება იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მათ საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვავენ. ამ მათ გარკვეული სახის შეფასებებს, ანუ თუნდაც შეფასებით მსჯელობას ახორციელებენ, აი როგორიც იყო მაგალითად Facebook პოსტები, ხო, როდესაც დაიწყეს დევნა საგანგებოდ შეტანილი ცვლილებები, ხო, აქაც ესეც იწვევს კითხვას, რა იყო და როდის გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა და სხვათა შორის ამაზე დღეს მედის წარმომადგენლებთან დაკავშირებით იყო ევროსაბჭოს სიგნალის ჩართვის შესახებ ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული აქ აუცილებლად უნდა ითქვას ამასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულება არ არის ეს, რაცაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, რომელიც ხორციელდება მოსამართლედ განწესებული კონკრეტული პირების მეშვეობით, სასამართლოს როგორც ინსტიტუციის მეშვეობით, ქართული ოცნების პოლიტიკური რეჟიმის მოწინააღმდეგეების
წინააღმდეგ იქნება ეს პოლიტიკური ლიდერები თუ იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებმაც სიტყვის თავისუფლებით ისარგებლეს, თავისი გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს და რეჟიმი ახლა სჯის ამისთვის ამ პირებს. ამდენად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება როგორც ასეთი არ გვაქვს, ეს არის ანგარიშწორების მექანიზმი, რომელიც ხელში აქვს ამ წუთში ქართულ ოცნებას და რომლის მეშვეობითაც და ქართული ოცნება აკანონებს უსამართლობას ქვეყანაში და დიქტატურას ქვეყანაში და სასამართლო ხელისუფლება ამ დიქტატურის დამყარებაში მონაწილეობს. უფრო მეტიც, სასამართლო ხელისუფლება მონაწილეობს ამ ქვეყნის ევროპული განვითარების და დასავლური განვითარების გზის დაკარგვაში და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ აი ეს სასამართლო ხელისუფლება და მოსამართლეები მონაწილეობენ იმაში, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას სურვილია რომ შეგვათრიონ რუსეთში და აქ რო დამყარდეს ბელარუსული მმართველობა, აი ამაში მონაწილეობს ეს კონკრეტული მოსამართლეები და სასამართლო ხელისუფლებაც თლიანად, იმიტომ რომ ისინი ხმას არ იღებენ მათი კოლეგების ამ უმსგავსო საქციელზე. მადლობა. მადლობა, კავტომაე, დაგემშვიდობებით.